güle sevgilim, haftaya beklerim, seninle aşk olmaz. Huyu suyu halleri bilinmez, adeti nedir bu iş ne bu naz. Güle güle sevgilim. ჩემს ქმარს საერთოდ არ ვიცნობდი, მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი. მეორედ კი ჩემს სკოლასთან გააჩერა მანქანა, ამიყვანა ხელში, ჩამსვა მანქანაში და მერე მივხვდი რომ მომიტაცა. სხვა გზა არ მქონდა, უნდა მყორებოდა. ასე გათხოვდა დედაჩემიც და ჩემიდაც. უკან სად? სახლში? არა, არ შეიძლება. უკან რანამუსით დაბრუნდები. საუკეთესო დრო 14-17 წლის ასაკია. იმას რომ სკოლის დამთავრებაც კი ვერ მოახერხე, შვილებსაც ვერ ვეხმარები სწავლაში, თვითონ მიჭირს წერა კითხვა, სულ 7 კლასი დავასრულე. ნამდვილად არა ვარ მომხრე, ახალგაზრდა 16 წლამდე და გოგონებმა ოჯახი შექმნა. არ მგონია რომ 16 წლამდე გოგონას გაცნობიერებული კონდეს დედობარ დრო. თვითონ ძალიან ბევრი დედები მოდიან და თუ არ აყავთ დამხმარე დედის და ძიძის სახით, ვერ აცნობიერებენ რამხელა პასუხისმგებობაა შვილი, რამხელა ბედნიერებაა და სრულფასოვან ოჯახში, მე მგონი ჩამოყალიბებულ ოჯახში უნდა გაიზარდოს სრულფასოვანი ადამიანი და სრულფასოვანი ბავშვი. ნაადრევი ქორწინება ასევე იწყებს გარკვეულ დაავადებებსაც კი. სიყვარულსა და ქორწინების შორის მე მგონი ძალიან ისეთი განსხვავებაა, იმიტომ რომ ქორწინების შედეგად ჩდება ბავშვი და ბავშვის ჩამორთმევა, სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბება, მე მგონი ყველა ადამიანის მოვალეობა. ისტორიულად საქართველოში ისტორიულ წყაროებს თუ დავეყრდნობით 12 წლის ასაკიდანაც დაიშვებოდა ქორწინება, მაგრამ მდგომარეობა ბუნებრივად შეიცვალა, საზოგადოება, სოციუმი შეცვლილია. კერძოდ ქალს და მამაკაცს სჭირდება გაცილებით მეტი რამ, რომ ისწავლოს, განათლდეს, შემდგომ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებული იყოს, აქედან გამომდინარე, ის სტანდარტები, რომელიც ისტორიულად არსებობდა, იმისი, ასე ვთქვათ, გათვალისწინება იქნება მიზანშეუწონელი. ამდე არსებული რედაქციით, რომელიც 2015 წელს მოქმედებდა, ესეთი ჩანაწერს ხვდებით, რომ ხდებოდა პირის ქორწინება, დაიშვებოდა მშობლების ან ზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით. ამჟამინდელი რედაქციით უკვე ესეთი ჩანაწერს ვეღარ ხვდებით. ანუ პირი, მანამ სანამ არ მიაღწევს 18 წლის ასაკს, ის ვერ დაქორწინდება. სისხლის სამართლის კოდექსში რიგი დანაშაულებისა არის, ეს არის უპირველეს ყოვლისა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, თუ ხდება მოტაცება, ადრე იყო მუხლი მოტაცება, ქალის მოტაცება ქორწინების მიზნით, მაგრამ ამგვარ კვალიფიკაციას უკვე ვეღარ ხვდებით სისხლის სამართლის კოდექსში, ხვდებით უბრალოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ანუ თუ მამაკაცი სრულწლოვან ან არასრულწლოვან ქალს მოიტაცებს ქორწინების მიზნით, ეს ჩვეულებრივი უკანონო აღკვეთა იქნება თავისუფლებისა და ის აუცილებლად დაიშჩება. მოდი ნარგესი. ნარგესი. შეიძლება ნარგესი. აი ამას. Tarareba. ეს რას ვარ ნარგესი? Ხუში, ხუში. ხუში. შე. ეს რას არის? მაჩვენ ეს რას არის? ესა. ხო. ხარი? უ არ არის. ო. მერე? კალაღა. მერე? შ. მერე? ი. მერე? კალაღა. მერე? შ. ო. შ. ი. ა. გოშანა. ასობჯერა? შ. Ada i. ნარგეს. დე როგორც დაფტრო ხოსონდერ. შეკადა. აკედა შ.
Ba. Aba. მერე შ Aba. ო თ ა ხალხი ხალხი. მე ნახავ, მე